ხშირად გვესმის, ლარის გაუფასურება გამოიწვია საგარეო შოკმა. რას ნიშნავს საგარეო შოკი და რა პროცესებმა განაპირობა ლარის გაუფასურება დოლარის მიმართ? ეს პრეზენტაცია ამ კითხვაზე პასუხის გაცემაში დაგვეხმარება. როგორც ვიცით, ვალუტის კურსზე ქვეყანაში უცხოური ვალუტის შემოდინებასა და ქვეყნიდან ვალუტის გადინებას შორის თანაფარდობა ახდენს გავლენას. ასევე გვახსოვს, რომ უცხოური ვალუტის შემოდინების ძირითადი სამი წყარო არსებობს. ექსპორტი, სადაც დიდ როლს თამაშობს ტურიზმი, ფულადი გზავნილები და ბოლოს უცხოური ინვესტიციები. ქართული ექსპორტის დიდი ნაწილი უკრაინის, რუსეთის, თურქეთის, სომხეთის, აზერბაიჯანის და ევროზონის ფაზრებზე მოდის. ამავე ქვეყნებიდან ჩამოდიან დიდი ოდენობით ტურისტები და აგზავნიან ფულად გზავნილებს ჩვენი თანამემამულეები. რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის და რუსეთის წინააღმდეგ შემოღებული ეკონომიკური სანქციების გამო ჩვენ სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში შემცირდა ეკონომიკური ზრდა და გაუფასურდა ამ ქვეყნების ვალუტები. ამ ვალუტების გაუფასურებას საერთაშორისო ბაზრებზე ამერიკული დოლარის გამყარებამ და ნავთობის გაიაფებამაც შეუწყო ხელი. შედეგად შემცირდა ამ ქვეყნების მოქალაქეების შემოსავლები. შემოსავლების შემცირების გამო ისინი ნაკლებს მოგზაურობენ, ნაკლებ იმპორტულ პროდუქციას ყიდულობენ და ნაკლებ თანხებს უგზავნიან თავიანთ ნაცრებს საქართველოში. შედეგად საქართველოს შეუმცირდა ტურიზმი, მთლიანად ექსპორტი და ფულადი გზავნილები. სხვა სიტყვებით, ქვეყანას შეუმცირდა სავალუტო შემოსავლები. ვინაიდან შემოსავლების შემცირება ქვეყნის გარეთ მიმდინარე პროცესებმა გამოიწვია და ნეგატიური გავლენა მოახდინა ჩვენზე, ამ პროცესს საგარეო შოკს, ანუ საგარეო დარტყმას ვეძახით. ჩვენივე მაგალითიდან შეგვიძლია ვთქვათ, რომ როდესაც შემოსავლები გვიმცირდება, იძულებული ვართ ხარჯებით შევკვეცოთ. ქვეყნის ეკონომიკაც ზუსტად ასეთი პრინციპით მუშაობს. სავალუტო შემოსავლების შემცირება ხარჯების კლებით უნდა დაკომპენსირდეს. როგორ უნდა შემცირდეს ხარჯები? პასუხი ერთი შეხედვით ცალსახაა. ნაკლები უნდა დავხარჯოთ იმპორტზე. თუმცა პრაქტიკაში ეს არც ისე მარტივია. მიუხედავად შემოსავლების შემცირებისა, ჩვენ მაინც ინერციით განვაგრძობთ იმპორტული პროდუქციის შეძენას იმავე ოდენობით, რაც შოკის მოხდენამდე იყო. შედეგად საგარეო დისბალანსი წარმოიშობა. ერთადერთი მექანიზმი, რომელიც გვაიძულებს იმპორტის მოხმარება შევამციროთ, რის შემდგომაც სავალუტო ნაკადები დაბალანსდება, ეს არის კურსის გაუფასურება. სწორედ ეს მოხდა ჩვენთან. კურსის გაუფასურებამ ხელი შეუწყო საგარეო ბალანსის აღდგენას. ამდენად, საგარეო შოკი ნიშნავს ჩვენს მეზობელ ქვეყნებში მიმდინარე ნეგატიური ეკონომიკური და გეოპოლიტიკური პროცესების უარყოფით გავლენას ჩვენს ეკონომიკაზე, რომლის თავიდან აცილებაც პრაქტიკულად შეუძლებელია. საგარეო შოკმა გამოიწვია სავალუტო შემოსავლების შემცირება, რითაც დაირღვა პროპორცია სავალუტო შემოსავლებსა და გასავლებს შორის. წონასწორობის აღდგენისათვის კურსის ცვლილება გარდაუვალი იყო, რაც მოხდა კიდეც. მადლობთ, რომ გაეცანით ჩვენს პრეზენტაციას. ვიმედოვნებთ, ის დაგეხმარათ მიმდინარე პროცესების უკეთ გაგებაში.